Καλημέρας. გამოვედით გარეთ და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ქართული რესტორანი თუ კაფე არის აქ და ძალიან მიხარია რომ ხედავ ამ ყოველთვის და ქართულ წარწერებს, მაგრამ შეგნით რა სიტუაცია, ეგ არ ვიცი. ეს სხვათა შორის დღეს ძალიან გვინდა რომ წავიდეთ ქართულ რესტორანში, იმიტომ რომ ძალიან მოგვენატრა. ბანაკაში არ გვაქვს და შეიძლება საღამოს წავიდეთ. დღევანდელ გეგმებს რაც შეეხება, რადგანაც უკვე აკროპოლის ვნახეთ, ჩვენი მთავარი მისია შესრულებულია, ამიტომ ვაპირებთ რომ გავისაინოთ, მივირთვათ გემრიელად, ახლა უკვე ბრანჩის დრო არის და მერე გავისაინოთ და საღამოს ავიდეთ რამე ტერასაზე. იქიდან გადმოვხედოთ ქალაქს და თან აკროპოლისის ხედი არის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და უნდა დავჯავშნათ, აი გამახსენდეთ, არა ადგილები საერთოდ არ იქნება მან. ცოტას ვიშოპინგებთ, გუშინ სამწუხაროდ ვერაფერი კარგი ვერ ვნახე და არ მიყიდი არაფერი სეფორას გარდა და ხვალ უკვე ბრუნდებით გოპროში, ღამე არის ფრენა და ვფიქრობთ ის ერთ-ერთი ვარიანტი გვაქვს რომ აეროპორტამდე, რადგანაც მთელი დღე წინ გვაქვს, ხვალ შევიაროთ საშოპინგო სოფელი არის Designer Outlet Village ქვია, თუ მოხვდებით ათენში, ძალიან კარგი ადგილი არის საშოპინგოდ, 100 მეტი ბრენდია, შედარებით დაბალი ფასები, ვიდრე რეალურად ხის. ამიტომ არ ვიცი, შეიძლება მანდ შევიაროთ, რატომაც არა, ძალიან დიდი დრო გვაქვს ხვალ 12 ჩეკაუთია. სხვათა შორის კუპერსკენ გასხოვებით, რომ აქ ძალიან მომწონს არის ის, რომ ძალიან ბევრი ბეიქერი არის საცხობი იგივე და ამ საცხობებში ყველაფერი ისე კარგად გამოიყურება, რომ აი ყველგან მინდა რომ შევიდე და ყველგან მინდა რომ რაღაც გავსინჯო. ასევე ყავებიც არის ძალიან გემრიელია, ესეთი რაღაცები იდეალურია, ეს კულტურა აქვს მაგისი და სამწუხაროდ კუპროში ბევრი საცხობი არ არის, ერთი ზორბასი არის ყველაზე ცნობილი და მეტი არაფერი. წავედი ახლა კამერით არ ვარ, შესაბამისად ხმა კარგად არ ისმის და დაგებრუნდებით მალე. ზარაში ავარჩია ესეთი თეთრი ზედა და ესეთი კარგალი. ორი დღეები რომ ვერ ვიყიდე, თავს დავაძალე და იომას დავაძალა და აი ესეთი მოკრძალებული ნაშრომი გახვა. მაგრამ არა, სხვა წელს აუკლებში წესით და იქნებ რამე კარგი ბოტასები ნახო. აი ესეთი ნანგრევები არის ზარაში გამოყოფილი. მოვედით Bless Me Father-ში, ეს არის ძალიან ცნობილი ადგილი ათენში, საკმაოდ პოპულარული და საღამოობით არის ხოლმე საინტერესო ივენთები, რაღაცა მუსიკა, გართობა, დარლევა და დღის საათებში არის ჩვეულებრივი კაფე, სადაც არის გემრიელესი ბრექფესტები, ლანჩები და მოკლედ ყველაფერი. ჩვენ ახლა შევუკვეთეთ შედარებით უფრო მსუყე, საჭმელი ბურგერები და ის სასმელებიც მოვიდა. ეს არის Freddo Espresso. კაი, Freddo Espresso-თან ნახევარიასხია და Freddo Latte-ში ბევრად უფრო. ეს ახლა და მუღამე გიო წინასწარ მოაქვთ შეგი? არ ვიცი, ეს მოაქვთ ხოლმე, ჩვენც ვერ გავიგეთ. მე და კეთი ლაპარაკობთ წინა. სად მოიტანე? იქ პირველ დღეს. ნუ კიდევ ამატებ. მე მიაქვთ ჩეკ. ხო, რა უკვეთავ ჩეკებ თავიდან რა მოაქვთ. მოკლედ ეს გამეყურება. დავსინდეთ. შახარე. და არ შეიძლება. სულ დორო ქონდა. ქოჩერს შაქარი საერთოდ გარდა ცოტა უკნა მგონი ხო? არა, ეგრე არ მინდა ცივში ჩავა. არა, ძალიან კაია, ძალიან. რაღაც ნამდვილი ყავის არომატი მოიტანა. Yes. აქ ყველგან ეს კარტოფილები მაქვს. პომიდორი რო ტრადიციულად მოდი ვკითხოთ აი დოდოს და კეთოს რას ვიკვირ.
გამარჯობათ, მოგესალმებით. დღევანდელი რივიუ კარგი იყო ყველაფერი რა. მომეწონა მე. ვჭამეთ ჯერ double smashed burgeri, რომელიც აი სტანდარტული, კლასიკური, გემრიელი, ყოველგვარი იმეების გარეშე, ამხელები რო არის, ეგენი არ არის. არ მოითხრებოდი, აი გემრიელი, ძალიან კაი ხორცით, ძალიან კაი соусებით, ძალიან კაი ყველაფრით რა. კიდე საიდი იყო ხო მექსიკური კარტოფილი, რომელიც უგემრიელესი იყო, რაღაც კრანჩი, რაღაც ისეთი. ძალიან კაი. ერთი არ ქონდათ соуსი და соуსი მოვატანიეთ. ეგ ტეხავდა. იმიტომ რომ იმინა ჭირდებოდა соуსი. ხო ეგრე ეგ. კი, მე ჭირდებოდა. და соуსი მოვატანე და იცხოვდა რა соуსი ეგეთი. რა თამშრალი იყო და ხო მან რაც მოიტანეს, ეგეც კაი იყო, соуსი კაი იყო და დავლიეთ ფრედო ესპრესო, რომელიც მე მომეწონა კეთოსაცისე და კაპუჩინო დავლიეთ, ეგეც კაი იყო. კიდე კოკა-კოლა. კაი. ძალიან კარგი. კოკა-კოლა ძალიან მოყვარს. ემოჯონია გამო. ფასები ნორმალური არის. ხო. რა ღირდა 14 евро ღირდა მგონი. ხო. 14 евро ეხა ნორმალური ფასი არის რა. ფრედო რა გაიცვირი იყო. განსხვავებით გუშინდელისგან. აი გუშინდელი ცოტა გადაბუქებული იყო ჩემი აზრით რა. აი გუში სადაც ვიყავ. ხო. და 4 კაცი რო შევიდი, სადღაც 100 евро დავდოვოთ, ხო? ხო, ეხლა ეხა მაგდენი არ იქნება. 76 ევროს არის და კაი ფასი არის, აი თითო double smash burgeri და 14 евро. 14 евро, ხო, დავამატეთ. ყავები, კოკაკოლები, რაღაცა. თან ესეთ გემრიელ ბურგერში რა თქმა. აქ რაც ვნახეთ, კაფეებში პირდაპირ მოაქვთ წყალი. ესე შეკვეთ არ გიწევს და პირველი მაგიდაზე მენიუსთან ერთად მოაქვთ წყალი და ძალიან კარგია ეგ, იმიტომ რომ უფროში არ არის. პროში ერთ-ერთი ის არის კვიპროსულ ყავას, ანუ თურქულ ყავას თუ შევკვეთავ, ხო, მაგაზე მოაქვთ მხოლოდ წყალი, სხვა არაფერზე. ხოლმე ტურისტულ. ხო, აი ეგონ რაღაც ტრადიციული პატარები რაც არის, ხო. ხო. სერვირების ნაწილი ძალიან კარგია. კი ბატონო. ანუ ხელთათმანი ბურგერზე კი მოაქვთ ხოლმე, მაგრამ უფრო ბურგერ ბარებში ხდა. აქ საჭირო ნამდვილად არ იყო ისეთი ბურგერიც იყო რა. ხო, არც ისურები ხო, ისეთი იყო. პატარა კომპაქტური გემრი. წამოხვიდა და კიდე ათენში. არა. 10-დან რამდენი? 10-ს დაუწერდი 10-დან 5-ს. აი ის უბანი რო არ გენახა მაგ შემთხვევაში აი ის უბანი რო არ მენახა დაუწერდი 10-დან 5-ს. იმ უბნიანად 10-დან 4. ერთ ქუაში მოგცა სხვაობა? არა, ყველაზე მაქსიმუმ აი ცოტა ობიექტურად რო შევხედოთ, არ ვიცი, რავი, და გამოხვიდეს ისე ხო, რაღაცა. შეიძლება 10-დან 6 მიმეცა მაქსიმუმ, აი არ ვიცი რა, მეტი არა. მოდი კეთ შენს ვითხარი 10-დან რამდენს ფიქრობ კეთ? ესე იგი 10-ს 10-დან ჩემთვის 7, იმიტომ რომ მაინც ისტორიული ნაწილია და საინტერესო იყო ძალიან ჩემთვის ხა აკროპოლისის ნაწილი, მუზეუმები, ეს მონასტირაკის ტერიტორია, სინტაგმას მოედანი. პლაკაზე უნდა ვნახოთ კიდე რაღაცები წესით დღეს და სხვა უბრალოდ აი არ ვიცი. ხო. ხო. აი აკროპოლის აქ რო არ იყოს, განსაკუთრებული არაფერი რა. ხო. ვაფშე არაფერი. ხო. თან ქალაქი არ არის მოწესრიგებული, ანუ სუფთა ქალაქი ნამდვილად არ არის რა. 10-დან 5 რა. ან გოგოს ცოტათი ერთი გულის მეტი. ხო რა, სიბინძურეა. მობიერები ვართ. სიბინძური, რამდენიმე ქუჩა იყო ისეთი, ნორმალური, აი კაი და ვაი გადავირიე და რაღაცა ეგეთი არ იყო. ნორმალური იყო რამდენიმე ეს ქუჩა. ცენტრალური უბნები არის ხალხმრავალი, მაგრამ ანუ ხა რომის ხალხმრავალი იყო პრაღაც და ეს დიდი ქალაქი, მაგრამ რაღაცა და შემაწუხებელი იყო ჩემთვის არ ვიცი გეტყვი ხა რატო? ის იქაც აი ბევრი ტურისტი იყო და მიგრანტებიც ბევრი იყო, მაგრამ აი რაღაც სივრცული ის იყო რა, ანუ დიდი შენობები რაღაც და აი არ წუხდებოდი რა და სიბინძურე იგრძნობა რა, აი ყველაფერში იგრძნობა. და სანახაობებით რა, აკროპოლისი რო ნახეთ, კი ბატონო, კარგი არის. ვიწვალეთ ახლა. მაგრამ ახალთ 1 საათი მეც ვერ გაჩერდებით და წამოხვალთ და მორჩა რა. ჩვენ ვაფასებთ ძალიან ესე რა. არამწოდნეები, უბრალოდ ჩამოსულები და არ ვართ ეხა ძალიან გათვიცნობიერი. რაღაცეები არ ვიცი, ლოკალებივით არ ვიცით რა რაღაცეები. ჩვენ ტურისტები ვართ რა და
რაც Google-ში რაღაც მაღალი რივიუ რასაც ქონდა, იქ მოვედით. არც ერთი შენობა არ არის რა მაღალსართულიანი საერთოდ, ანუ ერთი შენობაც არ არის ეგეთი, იმიტომ რომ ის არის აკროპოლისზე მაღალი არც ერთი შენობა არ უნდა იყოს და მართლა იმ ტერიტორიაზე თუ მოძრაობა, ანუ ყველა ჩიხიდან ჩანს აკროპოლისი და ძალიან ლამაზია ეგ რა. ხო. ამითაც განათებული ძალიან ლამაზია. და თავის ხიბლი აქვს რა. ხო, დღეს ტერასაზე მივიდივარ, რომელიც არის მონასტირაკის მოედანზე და პირდაპირ გახურებს აკროპოლისს. და წესით კარგი ლოკაცია და კარგი ფოტოებიც უნდა გადავიღოთ. რუფტოპი კი. და სახელი არ მახსოვს. მე ლინკს დავურთავთ. ესეთი ორიგინალური საპირფარეშო პირველად ნახე, აი ძალიან კარგი არის, ნახეთ როგორ არის გაკეთებული. არ ვიცი, იდეალურია. როგორ იყო ეს იგი პერსონაჟი? Yamas. ეს ნახე ამ ხელახალმა. ქართულ რესტორანში მივდივართ და გაგიზიარებთ როგორ მოგვეწონება. ძირითადად მაცხოვრებლები აქეთ ცხოვრობენ აშკარად. ძალიან საინტერესო ადგილია, უფრო გარეუბნად ითვლება, მაგრამ ჩემი აზრით მთელი ათენი და ათენელები აქეთ ცხოვრობენ. ხინკალი საჭმელად როგორ მირგვის უბრალოდ, ნახეთ, ვერ ვეწევით ვერავინ. შარაკილებში მოვედით.
იმდენი ხანია ველოდებით აქ შესვლას, რომ დაგვაღამდა. ადგილი არ ქონდათ და მოგვიწია დაახლოებით 1 საათი ესე ლოდინი. და დავარდკეთ კრუგები მთელ ამ შემოგარენს, დავათვალიერეთ რაღაცეები, სხვათა შორის ეს უბანი ძალიან მოგვეწონა. საცხოვრებლად ბევრად უფრო კარგია ვიდრე ის, სადაც ჩვენ ვართ. და ეხლა უკვე იხდის ერთ-ერთი მაგიდა და დაგვსვამთ, ასე რომ ჩვენ მაინც შევძელით და შევჭამთ ქართულ კერძებს. ეხლა რომ დაიწყო ჭანალი კუჭყვაჭი. მოწინკალი. წავიდა. მოწინკალი, 2 კაბაბი. კაბაბი ერთი კიდე რო იყოს გვერდზე. შემწვარი პაპიზური თუ კარტოფილი გქონდეს. ხაბავს აქვს გვერდზე რამე? ვასთან ლავაში არ არის. არა, ეს შეხოვული არ არის. ლავაში არ არის. მევიქარი ბერძული პიტები უდევს. 2 წალი ესეა პროპორციაში და გვერდზე არის. მაშინ კაბაბი არ არის. აი, 2 მწვადი. და ის უნდა რა ქვია, ხაჭაპური ხაჭაპური გინდა. სალატი, ქართული სალატი გინდა. ნიგზიანი? უნი. კი, ხო, ნიგზიანი. კი. ის გინდა რა ქვია. თონის პური არის ხო? კი. თონის პური, ყემალი და კიდე რამე არის, ჭადი გინდა. ეხლა სიმართლეობით ასე აქ ჭადი არა, ჭადი. არა, ვერ მიხსოვს. ეგ არის რა მაშინ. ეს ყველა თუ რამე გაგიხსოვდება, მე რა ვიყო დავამატე. ამაზე ვიფიქრია სხვათა შორის მომდიოდი რა. ჭაჭა გვაჩუქეს და ეხლა დავლებთ ჩაკიდულებს ლუდთან ერთად. უბრალოდ მე არ swam ლუდს, მხოლოდ ჭაჭას დავლებ, ამიტომ გადავრჩები. ჯო. ძალიან კარგი ჭაჭა არის. არაფრის მიყოლება არ უნდა მართლაც. ძალიან კაია. არ მინდა. ყველაფერი ისეთი გემრიელია, რომ ვერ აგიხწერთ. ხინკალი ძალიან კაი იყო, არ მეგონა ხინკალი თუ მომეწონებოდა. ხაჭაპური იდეალური. კიტრი პომიდორი არ ვიცი, აი ყველაფერი ძალიან კაი იყო. ეხლა ველოდებით მწვადს და ეგა. ცოტა არახსოვთ, ცოტა ლიმონადს და არ ვიცი, ყველაფერი იდეალურად არის. აი, ეხლა რა ვშვი. ვაფასებ. ცოტა მთვრალები ვართ და სუბიექტურები. შერეკილები ქვია, ხო? შერეკილ კილებში, ათენში, შვენიერი საჭმელებია. აგერ ჩვენ შევუკვეთეთ ხინკალი, მეგრული ხაჭაპური, მწვადი და სალატი. ხო, კაბაბი რაღაც სხვანაირი იყო, არა. მოკლედ, ძალიან კმაყოფილები ვართ. მე პირადად ძალიან მომეწონა. ხაჭაპური, რა ვიცი, ძალიან მომეწონა რა, აი 9-10. ხაჭაპური ყველაზე მეტად მომეწონა ხაჭაპური. 10-ზე მეტი. ხინკალი ძალიან კარგი იყო რა. იმასთან შედარებით რა ეხა საქართველოში არ ვარ და რაღაცა. ის საქართველოში ბევრ სტანდარტულ ხინკალს შობია რა, ჩემი აზრით. აი ისეთ რა. რაღაც საშუალო ხინკლები რა, მაგებს შობია. ზოგს. ნუ ძალიან კაი იყო რა. ის არა რომ აი მუღამს მოგიკლავს და რაღაცა. ძალიან კაია. აი არის რა, შეჭამ რა. ხო რა. ევერეიზე საკაიფო არის. ამასე რომ მობრძანდით შერეკილებში.
ხარი მშვიდი იყო და მომსახურებაც შესანიშნავი და აგერ ის მოგვიტანა რა ქვია არაყი მოგვიტანა დაგვიდო დალიო და მაგით ვლაპარაკობ ესე კარგად მოკლედ მოვედით რესტორანში და მე ვფიქრო რომ მარტო კერძები არ უნდა შევაფასოთ იმიტომ რომ გარემო მომსახურება ხასიათი თანამშრომლები აი გულწრფელად ხასიათზე ან ძალიან დაღლილი ვიყავით იმიტომ თელი დღე დავდიოდით და ანუ ჭამაც აღარ მინდოდა რაღაც ისე ვიყავით და მაგრამ მეთქი კაი ქართული კერძები მენატრება და მოვიდეთ მაგრამ არ ხასიათმა ისე მოქმედა რომ ანუ ძალიან გავბედნიერდი ანუ საჭმელი ხინკალი სადამ მოვიდე და უკვე ბედნიერი ვიყავ იმიტომ რომ ძალიან საყვარლები არიან და ხო ეს იმერული რაღაც ეშხი იყო იგრძნობოდა ხო კერძები ხაჭაპური იყო ყველაზე კარგი რაც მივირთვით ხინკალი ძალიან კარგი იყო ჩემთვის მწვადი ვერ გავსინჯე იმიტომ რომ ძალიან მსუყე იყო ყველაფერი და ვეღარ ვჭამე ფიზიკურად და სალათა იყო გადასარევი მოკლედ რა ნატახტარის ლიმონად რომელიც სულ გვენატრება ძალიან კარგი იყო ეხლა ყველაზე კომპეტენტურ გურმანს მივაწევი ყველაზე მჭამელს ხო ესე იგი მოკლედ ჭამეთ ხაჭაპური ხინკალი მწვადი კიტრი პამიდრის სალათა ნიგზით კიდე რამე იყო მეტი არა წერტილი შევა ხო და ესე იგი ხაჭაპური იყო აი მართლა იდეალური ხაჭაპური იყო აი 10-დან 10 დაუწერდი მარტო იმის კვალობაზე არ არის აი უცხოეთში არის ქართული რესტორანი ზოგადად აი საქართველოს რესტორნებსაც რო შეადარო აი თბილისშიც რო შეადარო ალბათ აი ერთ-ერთი ძალიან კარგი ხაჭაპური იყო და რავი ეს ბრავო მაგალითად ჩემი აზრით ხინკალი იდეალური ძალიან მოგვეწონა ძალიან გემრიელი იყო ანუ ლუდი აქაური იყო კიტბამიდრუს ალათაც გემრიელი იყო სხვათა შორის ჩვენ კვიპროსში რასაც ვჭამთ ხოლმე იქ ალბათ რა ვიცი ქვა არის არ ვიცი და აქ ძალიან გემრიელი იყო კიტბამიდრუს ალათაც თავისი მიგზით მადლობა ნახვამდის